ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრა კონსულტაციის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ პრემიერის მიერ შექმნილი ჯგუფი 15 აპრილამდე საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციებმა გარკვეული თანადგომითი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ თუ დაუშვათ ვერ მოხერხდა საკონსტიტუციო ცვლილება, ისინი მზად არიან, რომ სხვა შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ითანამშრომლონ. ჩვენ გვაქვს ალტერნატივა, ეგრეთ წოდებული გერმანული მოდელი, რომელიც არ იწვევს საკონსტიტუციო ცვლილებას და საარჩევნო კოდექსში ცვლილებით მარტივად შესაძლებელია განხორციელდეს ისევ და ისევ იზრდეული რეფორმა. საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ 113 ხმა ჭირდება, მსგავსი ტიპის ცვლილებას მხოლოდ 76 ხმა დასჭირდება პარლამენტში და 76 ხმის მოპოვება უფრო მარტივი და ლოგიკურია.